გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი გადავალ პირდაპირ გაშლის თემაზე. ვნახოთ ნახოთ რისი ცოდნაა დღეს თქვენთვის აუცილებელი, ანუ ინფორმაცია შეტყობინება სამყაროსგან. რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იქნება წინა ისტორია. ორ ვარიანტს გავაკეთებ, ჩემო კარგებო, იქნება თქვენი სიტუაციის აღწერა, რომ ამოიცნოთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის, შეგიძლიათ ორივეს მოусმინოთ და ესე ამოკრიფოთ საჭირო ინფორმაცია, ენდოთ თქვენს ინტუიციას. მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტიდან, რისი ცოდნაა დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი. რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში? როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად გაქვთ. ყველაფერი თუ არა ახლო წარსულში და აი ეს უახლოესი პერიოდია, რაღაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეთ. გამარჯვების სიმბოლოა, ცეცხლის 6-იანი, ადამიანი დაფნის გვირგვინით, თეთრ ცხენზე ამხედრებული, ბრუნდება გამარჯვებული. რაღაც წარმატებას მიაღწიეთ, ეს ბოლო პერიოდია. დიდი ხანია ჩემო კარგებო, რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის იბრძოდით. ასე ვთქვათ, შეიძლება ოცნებად შეისრულეთ და აი ამაში გაქვთ უამრავი დრო და ენერგია ჩადებული და საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდით ეს ბოლო პერიოდი იმისთვის, რომ კონკრეტული მიზნისთვის მიგეხციათ. შეიძლება აქ სწავლაზეც იყოს ლაპარაკი, სამსახურის დაწყებაზე, შეიძლება ლაპარაკი იყოს, თქვათ, სახლის აშენებაზე, მანქანის შეძენაზე, რაც დიდი ხნის ოცნება და ნატურა იყო თქვენთვის და ეს ნატურა შეისრულეთ და ის რაც თქვენია და ვეღარავინ ვერ წაგართმევთ. ვნახოთ, რისი გათვალისწინებაა საჭირო, ანუ სამყაროსგან შეტყობინება, რას მიაქციოთ ყურადღება, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ჩემო კარგებო, აი ესეთ კონკრეტულ ისტორიას მოგიყვებით, მინი ისტორიას, ანუ რისი ცოდნაა თქვენთვის აუცილებელი და რაზე გაამახვილოთ ყურადღება, დააკვირდით თქვენ საახლობლოს, თქვენ სამეგობროს, რაღაც საიდუმლოა თქვენ სივრცეში, ისეთი, რაც ფრიად არ მოგეწონებათ, არ გესიამოვნებათ, თქვენ სიმშვიდეს დაარღვევს და რისი გაგებაც თქვენ სამყაროს შეცვლის, სუბუქად რომ ვთქვათ. ეს ამბავი ეხება თქვენი დიდი ხნის მეგობარს ან ახლო ნათესავს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობთ, უკაცრავად რაღაცას გიმალავთ, ქალზეა აქ ლაპარაკი, ჩემო კარგებო, მძიმე ტვირთი აქვს თითქოს წამოკიდებული და რატომღაც არ ვიცი, გადაწყვეტს გაამხილოს თუ ვიღაცის პირით გაიგებთ, მაგრამ რაღაც საიდუმლოზეა ლაპარაკი და მიაქციეთ ყურადღება უცნაურ საქციელს თქვენს ახლობელ ქალბატონზე. ეს ქალბატონი ნებისმიერი შეიძლება იყოს, დაწყებული დით, დედით, მეგობრით, შეყვარებულით, ანუ ნებისმიერი ქალი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ამ ადამიანთან ძალიან დიდი ხნის ისტორია გაკავშირებთ. თითქმის ბავშვობიდან იცნობთ, ან მართლა ბავშვობიდან და დაბადებიდან, ან ძალიან დიდი ხნის მეგობრები ხართ და ნაცნობები ხართ და რაღაცა ტვირთი აქვს, ანუ რაღაცის გამხელა უნდა თითქოს, მაგრამ ძალიან ეშინია, ან შეიძლება არც უნდოდეს, უბრალოდ ეშინია ძალიან რაღაც საიდუმლოსი, რაღაც საიდუმლოა თქვენ სივრცეში. ვნახოთ, აბა შევეცადოთ, გავიგოთ, ამ საიდუმლოს გაგება თქვენთვის რა ემოციის მომტანი იქნება, ანუ შეგამზადოთ იმისთვის, კარგია თუ ცუდი ეს ამბავი, მაგრამ ეხლა ისეთი კარტი ამოვიდა, ეშინია და ტვირთია, თავისთავად რაღაც უსიამოვნო ამბავზე უნდა იყოს ლაპარაკი.
ნახოთ მაინც რა საიდუმლოზეა ლაპარაკი და თქვენ რანაირად შეგეხებათ ეს ყველაფერი. აქ ლაპარაკია ჩემო კარგებო რაღაც სასიყვარულო ისტორიაზე და სამწუხაროდ ეს ისტორია ძალიან ისე ცუდად აისახება თქვენზე, იქიდან გამომდინარე, რომ ქალი, ვიზეც არის ლაპარაკი, შეიძლება იყოს დაქორწინებული დიდი ალბათობით, შეიძლება უკვე გაშორებულიც, მაგრამ აი ეს პარტნიორი ვინც ყავდა, ან დიდი ხნის შეყვარებული, თანაცხოვრება და ასე შემდეგ, დიდი ხნის ურთიერთობა მამაკაცთან, ეს ადამიანი ვინც იყო მის ცხოვრებაში, სამწუხაროდ მაგიის საშუალებით ყავდა მიბმული, დაბმული. სხვანაირად არ ქვია, ამას ვერ დავარქმევ სხვანაირად. მაგია არის აქ ჩარეული, ვიკითხეთ თუ არა ეს რა საიდუმლოზეა ლაპარაკი, მეთქი მომენტალურად ამტკივდა თავი, ვიგრძენი კიდევაც რაღაც უსიამოვნო მომენტი იქნებოდა და დამიდასტურა კარტმა ეს, რომ ეს ქალბატონი არ არის პირნათელი. შეიძლება ესეთი ვერსია დაუშვა პირველ რიგში, ანუ თქვენთვის რატოა ესეთი მნიშვნელოვანი ამის ცოდნა, თქვენი ერთ-ერთი ოჯახის წევრს, ისეთ ოჯახის წევრს, რომელთანაც პირდაპირი კავშირი გაქვთ, ანუ თქვენი წინაპარია, ხართ მისი შთამომავალი, დიდი ბებია, დედა, პირდაპირ გეხება თქვენ რომელიღაცას, აი ესეთი საშუალებით ყავს დაბმული, ან ყავდა თქვენივე წინაპარი, შეიძლება მამაკაცი, პაპა, დიდი პაპა, მამა და ასე შემდეგ, ანუ გათვალეთ ახლა ვიზია ლაპარაკი და ერთ ვერსიასაც ვიტოვებ, რომ მამაკაცი მიყურებდეს და ქალბატონი, თქვენი საყვარელი ქალბატონი, ბრჭყალებში ვიტყვი მაშინ საყვარელი ქალბატონი, არ იყოს პირნათელი და რაღაცა მაგიური საშუალებით ყავდეთ თქვენ მიბმული თავის ცხოვრებაზე და გაითვალისწინეთ ეს. არ მინდოდა ახლა ესეთი თემაზე რამე ესეთი ამომსვლოდა, მაგრამ რა კი მოგცეს ინფორმაცია, უნდა გავითვალისწინო და ვთქვა ის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ. ასე რომ ფრთხილად იყავით, ჩემო კარგებო, რაღაც უსიამოვნო ხდება ძალიან თქვენს სივრცეში და თუ კი რაიმე მინიშნებები მიიღეთ და რაღაც საეჭვო გახდა, იცოდეთ, რომ თქვენი წინაპარი, თქვენი ოჯახის წევრი, ქალბატონის გამო შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, რადგან მიმართა მაგიას. საყვარელი მამაკაცის დასაპყრობად. მეორე ვარიანტი, კოშკი, მოულოდნელობა. რაღაც მოხდა მოულოდნელი თქვენს ცხოვრებაში, იმეც ვიტოვებ კარგი, მაგრამ შესაძლებელია რაღაცა ნგრევაც იყოს, მაგრამ ნგრევა არასდროს არ არის საშიში, რადგან იმ ნანგრევებზე შეიძლება ახალი აშენდეს. ვნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, მეორე ვარიანტი. ჩემო კარგებო, აქ მოულოდნელ სიყვარულზე ვილაპარაკებ, მოულოდნელად შემოიჭრა ვიღაც თქვენს ცხოვრებაში, ახალი სიყვარული, ახალი ემოცია, ეს არის წყლის ტუზი და არის რა თქმა უნდა დაწყებით სტადიაში ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ისე შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში, რომ არ ელოდებოდით და არ ფიქრობდით და შეიქმნა მერე კონფლიქტური სიტუაცია, ჩემო კარგებო, და შეიძლება ვიღაც ცდილობდეს თქვენს არჩევანში ჩარევას, თქვენს გაკონტროლებას. არ არის გამორიცხული, რომ ეჭვიც გქონდეთ ამ ადამიანის კეთილ განწყობაში და კარგ განზრახვებში, რაღაცა ეჭვი შეგქონდეთ.
ნუ ეს მეორე ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ აქ ჩარევა არის თქვენს ურთიერთობაში ვიღაც ცდილობს გაგაკონტროლოთ უფრო უფროსი თაობა და არ გამოვრიცხავ ვარიანტს კიდევ რომ აი ამ ახალი სიყვარულის ფონზე კიდევ ვიღაც მეორე არსებობდეს თქვენს ცხოვრებაში და არჩევანის წინაშე იდგეთ. არის კიდევ ესეთი ვერსია ჩემოკარგებო, რომ აქ უკვე ორ პარტნიორზეა ლაპარაკი, იყო ვიღაც თქვენს ცხოვრებაში, გამოჩნდა კიდევ ახალი, ამასთანაც ურთიერთობა გაქვთ და არჩევანის წინაშე დადექით. რაღაცა პერიოდი, რაღაცა ეტაპი შეიძლება ცდილობდით, რომ ეს ორი ადამიანი, ორი პიროვნება გემართათ, ნუ ერთისაც დაგემალათ და მეორესთვისაც, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა, მაგრამ დღეს უკვე არჩევანის წინაშე დგეხართ. ეს არის ის წინა ისტორია, რის წაკითხვაც მინდოდა და ახლა ნახოთ რას გაფრთხილებთ სამყარო, რისი ცოდნა თქვენთვის აუცილებელი და რაზე გაამახვილოთ ყურადღება. აქ ნუ კარგებო ამ ისტორიის გაგრძელება რაღაც სხვა თემაა შემოგთავაზეს როგორც პირველ ვარიანტში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანზე ლაპარაკი და აი გაფრთხილება, ანუ სამყაროსგან შეტყობინება რაც მივიღეთ ჩემოკარგებო, ეს მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ აქ მინიმუმ თანაცხოვრებაზე და დიდი ხნის ისტორიაზე, ანუ ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიაზეა ლაპარაკი. იყო ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, შეყვარებულის სახით თუ მეუღლის სახით, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ისეთი, ვინც აგიფორიაქათ ემოცია, გრძნობები, ხელახლა განიცადეთ ეს შეყვარებულების პერიოდი, ეს ეიფორია და რაღაცა დილემის წინაშე დადექით, რა მოუხერხოთ ამ ყველაფერს, მაგრამ მოდის გაფრთხილება, თუ კი არასწორ არჩევას გააკეთებთ ჩემოკარგებო, თქვენი სტაბილური ცხოვრება, თქვენი ბედნიერი ოჯახი თუ ბედნიერი წყვილი, ადამიანი, რომელიც სამყაროსგან გეკუთვნით, კარმულად გეკუთვნით, შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს და ხდება თქვენი ცხოვრების სრული ტრანსფორმაცია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენებით და რეაქციით, ანუ ცუდ მხარეს ტრანსფორმაცია და ეს არის გაფრთხილება სამყაროსგან, ამას მიაქციეთ ყურადღება, თუ კი ორ ადამიანთან გაქვთ მართლა ურთიერთობა პარალელურ რეჟიმში, სასწრაფოდ გადაწყვიტეთ რა გსურთ, ვისთან გსურთ და თუ კი თქვათ არ ფიქრობთ ოჯახის დანგრევას, არ ფიქრობთ ამ ძველი პარტნიორის მიტოვებას, მაშინ ჩემოკარგებო სასწრაფოდ ჩამოიშორეთ ის ახალი, ის მეორე, რადგან საშიშროება ექმნება თქვენს ოჯახს და თქვენს თანაცხოვრებას. ან შეიძლება მართლა რაღაცა ძალიან სერიოზულ კონფლიქტურ სიტუაციამდე მივიდეს ეს ყველაფერი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ერთის მხრიდანაც და მეორის მხრიდანაც, ან შეიძლება სულაც მარტო დარჩეთ და აღარც ერთი არ შეგრჩეთ. და ასეთ შემთხვევაში მიიღეთ სასწრაფოდ გადაწყვეტილება, ვიდრე უკიდურესად გამწვავებულა სიტუაცია. მინდოდა რაღაცა ისეთი კარგი ისინი ინფორმაციები მომეწოდებინა, თან ეს კომპენსაცია მომეხდინა იმის, რომ ვაგვიანებ ვიდეოების ჩაწერას და კარგი ამბებით მოვსულიყავი, მაგრამ სამყარომ ასე ჩათვალა საჭიროდ, რომ გამეფრთხილებინეთ, დამეცავით და ალბათ შეიძლება ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაღაცისგან დაგაზღვიოთ და რაღაცისგან დაგიცვათ. მე კი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.